მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია ცნობილი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი. აფხაზეთი იყო და არის ძალიან მტკივნეული თემა, მოუშვიშებელი და ყველაზე მტკივნეული კიდე ისიც რა არის, რომ მე მსოფლიო მასშტაბით სადაც კი ყოფილა ხუთივე კონტინენტზე, ყველგან სიამაყის გზნობით უყვები მსმენას და არა მარტო მსმენას, ახლობლებსაც კი, რომ რა არის საქართველო. როგორ შეიძლება მომხდარიყო აფხაზეთთან დაკავშირებით ასეთი რამ საქართველოში, როდესაც ქართველიერი და საერთოდ საქართველოს ყველა ერის თუ ყველა კუთხის თუ აბსოლუტურად ყველა სტუმრის თუ ყველა ადამიანის მიმართ ასეთი გულით, ასეთი სითბოთი, ასეთი სტუმართმოყვარეობით არის განწყობილი. როგორ შეიძლება რომ მე დაუშვას გონებაშიც კი, რომ ვიღაცა ან ვიღაცის ინტერესი შეიზღუდოს, ან ვიღაცის მიმართ იყოს უარყოფითი დამოკიდებულება, ეს წარმოუდგენელია. მე ვთვლი რომ საქართველოს და ქართველიერი ეს არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი რომელიც ასეთი გულით არის განწყობილი ყველა კუთხის თუ ყველა ეროვნების მიმართ. ძალიან ხშირად მიწევდა ჩასვლა ბავშვობაშიც, შემდეგ როდესაც უკვე წამოვიზარდე და როგორც დასვენების მხრივ, როგორც კონცერტის მხრივ და როგორც გასტროლების მხრივ, რა ვიცი, ყველანაირად. და რა თქმა უნდა, ასე გაგოესათხე ნანახი ჯობე, ვისაც არა აქვს ნანახი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოხდება და ეს ადამიანები აუცილებლად მოუწევთ მათ ჩასვლა და იმიტომ რომ ყველაფერი დაბრუნდება ისე როგორც იყო და როგორც უნდა იყოს. და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ნახავს და ის ახალგაზრდობას თუ ვისაც არა აქვს ნანახი და კიდევ ერთხელ დარწმუნდება თუ რა კუთხე გვაქვს აფხაზეთის სახით. აფხაზეთში შეიძლება დაუსრულებლად ელაპარაკო. მარტო აფხაზეთის სანაპირო მარტო ხო? ბიჭვინთან რომელი ერთი თქვა ხო? ისეთ პლაჟი როგორც ბიჭვინთას აქვს, მე სოფლიოს ყველაზე მაგარ სანაპიროზე ყოფილი ხო? ესეთ საკურორტო ზონებში, მაგრამ აფხაზეთი მე მგონი ჩემი საერთო ერთ-ერთი საუკეთესო სოფლიოში, მე მგონი ვერ შეედრება ვერც ერთი. ამასაც არ მალაპარაკებს, რომ ჩემია და მიყვარს ძალიან, მაგრამ ისეთ რო შევხედოთ უცხოს თვალით, ეს წარმოუდგენელი სილამაზე იყო არის და იქნება. რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სიამოვნებით გავიხსენებ ბოლო ჩასვლას სოხუმში, ეს ჩემს მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. მე ჩემი სოლო კარიერის პარალელურად ყველა ანსამბლში და ყველა მომღერალთან აბსოლუტურად ჩემი გიტარას ღერდა ყველაზე ასეთ საფასუხისმგებლო ღონისძიებებზე თუ კონკურსებზე, ფესტივალებზე და ერთ-ერთი ანსამბლი ივერია, ყველასთვის საყვარელი და ყველასთვის ცნობილი ანსამბლი. ეს იყო ბოლო ერთ-ერთი გასტროლები, როდესაც გავხდით ჩვენ სოხუმში და ჩვენთან ივერიასთან ერთად გავხდათ ასევე კანადიდან ჩამოსული სტუმარი შესანიშნავი ბლუზ გიტარისტი ბატონი ტომ ლევინი და ის იყო თავის შემადგენლობასთან ერთად და ასევე გვახდა შესანიშნავი მუსიკის მცოდნე ბატონი ევგენი მაჭავარია. ამ კონცერტმა ნაბღონზე როგორ დონეზე ჩაერა, რომ რა სითბო, რა სიყვარული გადაჭედი დარბაზში ქონდა კონცერტი და ეს იყო ენით აუწერელი დღე. ჩვენ მინისტრ საბჭოს აგარაკებზე ცხოვრობდით მაშინ სოხუმში. უმაღლეს დონეზე დახვედრა, უმაღლეს დონეზე ჩაიარა ყველაფერმა და სწორედ როდესაც ჩვენ დავაბრუნდით სოხუმიდან, 2 დღის შემდეგ დაიწყო ომი.
ეს იყო რა თქმა უნდა შოკის მომგვრელი და ავსი გაუგნებელები დავშეთ ყველანი. თუ წარმოვიდგენთ ამ ფანტასტიკურ სილამაზეში, ამ ფანტასტიკურ განწყობის რეგიონში და ასეთი ურთიერთპატივისცემა ხალხებს შორის ვინ წარმოვიდგენდა რომ მოხდებოდა ასეთი გაუთავისუფლება და ასეთი საშინელება, რასაც ქვია ორ ხალხებს შორის დაპირისპირება და ომი მე ესე არ ყოფნა სიტყვები და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. დანაც მოხდა ასეთი ტრაგიკული შეცდომა. როცა მოხდა ეს საშინელება, ამ დროს მე ვწერდი მეორე სოლო ალბომს. სწორედ ამ მეორე სოლო ალბომში შევიდა კომპოზიცია დაღუპულთა ხსოვნას, რომელიც სწორედ აფხაზეთის დაღუპულებს მიეზღვა. ძალიან მღელა, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ნუ თუ შეიძლება რომ ილაპარაკო ისეთ ჭრილში თუ ისეთ დროში თუ ისეთ აღქმაში, რომელსაც იქ არ შეუძლია ქართულ ადამიანს ჩავიდეს ისე როგორც უნდა. წარმოუდგენელია რა, როცა შენ სახში ვერცად ეხარ ეს საშინელება. რაც მოხდა, მე მგონი ეს არ არის ორი ხალხის ურთიერთობა, ეს პოლიტიკის თემა გახლავთ. მე სრულად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე და როგორც საქართველოს ქვეყნის შვილი, გულისწყრით მინდა აღვნიშნო, რომ რა არის, ხედავთ პოლიტიკა და პოლიტიკაში რაღაც დაშვებული შეცდომები, რომლებიც ხოლმე ხალხის წესაზე და ხალხზე წყდება ეს ყველაფერი. ხო ხედავთ რა ხდება? ხდება ის რომ დაზარალდა ვინ? ხალხი გადაიმტერა ხალხი ერთმანეთს, სრულად უსამართლოდ, როგორც მოქალაქე ალბათ ხედავ, იმიტომ რომ ყველგან სადაც კი ირღვევა ურთიერთობები, სადაც ირღვევა ზომიერება, ყველგან წამოყოფს თავს აი ესეთი საკითხები, რომელიც არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ მოხდა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ექვემდებარება გამოსწორებას. ეს ძალიან ფაქიზი თემა გახლავთ, ეს ძალიან ფრთხილი თემა გახლავთ. ამიტომ აქ ადამიანებმა და მოუყარონ თავი ყველა იმ კომპონენტებს და იმ ნიუანსებს და იმ საკითხებს, სადაც ძალიან დიდი სიფაქიზე და ძალიან დიდი მორიდება და სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაეშვას ის შეცდომა, რასაც მოყვება შემდეგ გამოუსწორებელი შედეგები. ყველა მოქალაქემ და რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოინახოს ის გზები. ყველანაირი ამბიცია უნდა გადაიდოს, რა თქმა უნდა, და უნდა მოხდეს ლაპარაკება. მე მინდა უთხრა აფხაზ ხალხს, რომ მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ქართველი ერი ეს ის ერია, რომელსაც ყოველთვის უყვარდეთ და ყოველთვის პატივს ვცდილდათ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსჯელობენ განსხვავებული მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში არასწორად. ეს მინდა უთხრა აფხაზ ხალხს, რომ ჩვენ ისეთი დამოკიდებულება გვაქვს მათთან. საქართველოა ეს ყველაფერი მთლიანობაში. ორგანული ნაწილია, ამიტომ ამის განცალკევება წარმოუდგენელია და სხვანაირ ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ აუცილებლად. სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთგაგებით და დამერწმუნეთ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია და ახრიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება და ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და დიპლომატიაში შეუძლია სწორედ ის მოლაპარაკებები აწარმოოს, რომელიც დააბრუნებს ამ ურთიერთობას როგორც უნდა იყოს. მე ვთხოვ ამ ადამიანებს, ჩვენ დერძაცნებს, რომ გაიხსენონ ის კარგი რაც იყო და ის აუცილებლად უნდა აღდგეს და ისე ერთად ვიცხოვრებთ. მე ვსარგებლობ შემთხვევით, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს, რა თქმა უნდა, საქართველოს იგულისხმება ჩვენი აფხაზეთის, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს მინდა უსურვო მშვიდობა, დამოუკიდებლობა, წარმატებები, გამთლიანება თავისთავად ცხადია და ყველა ოჯახს უსურვო კეთილდღეობა, დოვლათი და წარმატებები პირად ცხოვრებაში, თავიანთ საქმიანობაში და მინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ყოველთვის მოწინავეთა რიგებში და გამარჯვებები, სიხარული და მშვიდობა უსურვო ყველას. გილოცავთ ყველას ახალწელს და ეს არის მრავალს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას.